მაგარი ამბავი გაქვს, როგორც ვიცი. ძალიან კარგი ამბავი. ყოველთვის საყვარელი მსახიობი მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ახალ ფილმში იღებს მონაწილეობას. ცნობილი გახდა, რომ ნინიძე არც მეტი, არც ნაკლები იოსებ სტალინის როლში ასრულებს ახალ ისტორიულ დრამაში The Price of Peace. მშვიდობის ფასი. ფილმის რეჟისორია ოსკარზე ნომინირებული სცენარისტი და რეჟისორი ენტონი მაკრტენი, რომელსაც მაყურებელი უკვე იცნობს ისეთი ნამუშევრებით, როგორებიც ყველაფრის თეორია და ორი პაპი. ნამდვილად ფილმი მშვიდობის ფასი მოგვითხრობს 1945 წლის პოტსდამის კონფერენციის მოვლენებზე, ისტორიულ შეხვედრაზე, სადაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო წესრიგის ფორმირება იწყებოდა. სწორედ ამ კონფერენციაზე შეხვდნენ ერთმანეთს ამერიკის პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და საბჭოთა კავშირის ლიდერი იოსებ სტალინი. მათ გადაწყვეტილებებს უდიდესი გავლენა ჰქონდა ევროპის მომავალზე და გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე. მერაბ ნინიძის გარდა ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ცნობილი მსახიობები გაი პირსი, რომელიც ჰარი ტრუმანს განასახიერებს და ჯარედ ჰარისი, რომელიც უინსტონ ჩერჩილის როლში ვნახავთ. გადაღებები 2026 წელს იწყება და ლონდონსა და პოტსდამში გაიმართება, ხოლო ფილმის პრემიერა 2027 წლისთვის იგეგმება. პროექტი უკვე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ისტორიულ დრამად, რომელსაც კინომოყვარულები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ჩვენც, რადგან სადაც ქართველია, იქ ყოველთვის გიხარია და ბედნიერი. ზუსტად ეგრეა. ასე ნამდვილად და მგონია რომ საინტერესო ფილმი უნდა იყოს. მერაბ ნინიძის წარმატება რომ საზღვრებს ცება, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით და სწორედ გუშინ ქართველმა მსახიობმა საერთაშორისო კინოფესტივალზე მორიგ წარმატებას მიაღწია. ნინიძე მონაწილეობს ნოდარ მარშანიშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმში Behind the Door, ანუ კარის მიღმა, რომელმაც ბერლინში გამართულ ბერლინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მთავარი ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემია მოიპოვა. ფესტივალი, რომელიც მოკლემეტრაჟიანი კინოს საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, ყოველწლიურად მას პინძლობს სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფებს. მათი გამარჯვება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართველი მსახიობის აქტიურ და წარმატებულ საქმიანობას საერთაშორისო კინოპროექტებში. რა თქმა უნდა, ჩვენ უდიდეს წარმატებებს ვუსურვებთ ქართული და მსოფლიო კინოს ნამდვილ ლეგენდას. როგორი კარგი დღე გვაქვს, არა? ძალიან მაგარი.